ას ერთში ბეჭავ ფშაველსა ტუხ შენს გიყვარს ბანცალი წაწლებ რომ მოგიკუჩდება ეწყება გულის ფანცქალი თან ცოლ გაშინებს თან კიდე წაწლების კეგაკ ცალთვალი შენაირ ბოლექსე დავწვი სიტყვების უგონთ ყრანტალი ერთმანეთს ვერ გაარჩიე ჭართალაი და ჭართალიო მადლობელი ვარ მასწავლე სადაყოფილა ჭართალი ეხლა შენ თავად იცდილე ძმასთან ოდარ ჩემართალი ჭართალაც როცა წამოხვალ წამამგვაროდი წაწალი ემაგად საძებნელა და არ უთმა მიწეს წარწალი ჩემტერთა მეროვიარე ჭართალა და შახვეტილა ემადგზები ჩემამზემა კარგა ხანდა არ დახვეტილა ვეღარ სოფელში სახედა ყველა ქალაქს გახვეტილა წადი წამოდიში გერაცვლე ჩვენ ჯიბეიც გახვეტილა ჩვენ გვილაღებს გულსა ყურადღება აი მოდენა ხალხი ქაურებს ერთად შეგრებლება არ უნახავ აი ამ მიგდებულ სოფლებს აღორძინება სჭირდება და მიშას ეს წამოწყება არის ერთ-ერთი მცდელობა იმისა რომ გულ გაუუძოს ხალხს ძალიან გვეხარია რომ მსგავსი ღონისძიებები ტარდება და მით უმეტეს ისეთ კუთხეში ანუ ისეთ სოფელში რომელიც უკვე დაცლილია და მნიშვნელოვანია რომ ხშირად ჩატარდეს ხოლმე მე ვარ ძალიან ბედნიერი რომ მაქვს საშუალება და მომეცა შესაძლებლობა რომ ამ სიტყვის ზეიმზე მოსულიყავი ლექსის ზეიმზე მოსულიყავი და დიდი მადლობა ორგანიზატორებს ვინც ხელი შეუწყო დღეს რომ ეს ასეთი წვიმალი ღონისძიება გამართულიყო მე დავდივარ საქართველოში და ვაგროვებ ხელნაწერ ლექსებს და მე ვთვლი რომ თითოეული ადამიანის ხელნაწერი კიდევ ერთხელ ასახავს მთლიან სახეს საქართველოს პოეზიისას. ამიტომ ახალგაზრდობას მოუწოდებ ბევრი იკითხონ, იხარონ ამ ბუნების სქერით და აი ამ ჩაყრილ საკრძალს რაც დღეს შეეყარა საფუძველი არ შეწყვეტილიყოს და თქვენ ხოლ ამასაც გაგეკრძალებინათ. პირველი მიზანი ის არის რაც სახელი ქვია ლექსისა და კაფეის გაცოცხლება, ამ ტრადიციის გაცოცხლება და იმ ადამიანებისთვის ვინც ლექსობენ, კაფეობენ, ასპარეზის მიცემა, ხომ სწორია? და მეორე ის არის რა თქმა უნდა რომ მოვახედოთ საზოგადოება აი ამ დაცერიელებული სოფლებისაკენ, ამ ხეობისაკენ. ამ თების იალაღები შენებ ვინ გაახალისა რარი გულხინდათ ბუბუნი თვირთვილა ჯონგა ხალისა ხმელწიფელს ვინ უპატრონოს ან მისი დარდით აივსოს ბერილუხუმის წყლულები ეგრე ვინ გაითავისოს თემისგან გაძევებული ვინ ალუგეშოს ალუ და ლუკას ხნეობა გვაკლია თორო ტრის ძლევას რა უნდა